სადაც ის ესწრება სხდომას, აქვე მაყურებელს ვეთყვი, რომ 7 საათზე დაგეგმილია აქცია პარლამენტის წინ და რამდენიმე წუთში ნანუკა ქაჯაია ჩაგვერთვება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. ხატია, მოგესალმებით, დღევანდელი ეს ვთქვათ გუშინდელი საპარლამენტო განხილვის, საკომიტეტო განხილვის შემდეგ დღეს გაგრძელდა საპარლამენტო განხილვა, მოსალოდნელია ასევე დაგეგმილია პირველი მოსმენით კანონ პროექტის მიღება. როგორ ფიქრობთ, რაიმე ცვლილება დღეს გასაგებია რომ პრინციპების დონეზეა მიღება, მაგრამ საკუთარ გეგმას, პროცედურულ გეგმას, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას, გადაუხვევს თუ არა იმის მიხედვით, თუ რა შეიძლება მოხდეს მათ შორის ქუჩაში შეკრებილი ადამიანების რაოდენობა იმოქმედებს თუ არა და მოქმედებს თუ არა ხელისუფლების სურვილებზე და გეგმებზე. საღამშვიდობის დიანა, მე ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილი აქვს ხელისუფლებას უკვე ამ კანონპროექტის მიღება, ანუ ბოლომდე წასვლა, ჩემია ეს სიტყვებით, ცოტა ისეთი უხეში სიტყვებით რომ გითხრათ. არაფერი სათქმელი ხელისუფლებას არ აქვს, ეხლა ბატონ მდინარეზე 2 დღეა, ღიად საჯაროდ, რა ვიცი, თუთიყუშივით ასე იმეორებს, რომ რა არის რუსული და მილიონჯერ აუხსენით. ჩვენ კი არა მარტო აუხსნა ქართულმა ხალხმა, რომ კანონპროექტი, რომელიც მოწონს მხოლოდ კრემლს და რუს პროპაგანდისტებს, ეს კანონპროექტი არის რუსული. მარტივად რომ ვთქვათ ძალიან და კანონპროექტზე, რომელზეც ყველა ჩვენი მეგობარი გვეუბნება, რომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება, იმიტომ რომ ეს თქვენ არ დაგაახლოვებთ ევროპასთან. ამაზე პასუხი არ აქვს, რა თქმა უნდა. ამიტომ მე საერთოდ მგონია ერთი რამ და მე ეს კითხვა დავუსვი დღეს მდინარაძეს, გუშინაც დავუსვი და მე ვიმედოვნებ, რომ ამაზე პასუხს მივიღებ. როგორც ჩანს, უბრალოდ მათ რაღაცნაირად არ უნდათ ამის თქმა და ამას ამბობს მხოლოდ და მხოლოდ კალაძე ერთადერთი, რომ ამ კანონის სანაცვლოდ ისინი მზად არიან, რომ უარი თქვან ევროკავშირზე, ეს რაღაცა ცალფეხზე დადგომა და ეს რაღაც აბსურდული ტექსტები რო აქვს და აბსურდული გამონათქვამები, რომ რაღაც ელჩები მოვიწვიოთ საჯარო დისკუსიაში, დებატებში გამოვიწვიოთ, მათ გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს კანონი მიიღონ. მათ იციან ძალიან კარგად, რომ მოლაპარაკებები არ გაიხსნება ამ კანონის მიღების შემდეგ და ამიტომ ბოლომდე უნდათ. ეხლა პროცედურულად როგორ გააკეთებენ, დღეს მე ვფიქრობ, ჩემი მოსაზრებაა, ზოგიერთ ჩემი კოლეგა არ მეთანხმება, მაგრამ მაინც რომ ესენი ბოლომდე გაივლიან ამ პროცედურას, 9 საათამდეა თქვენი სხდომა და შემდეგ ხვალ შეიძლება დააყენონ კენჭისყრაზე. ან დღესვე შეიძლება დააყენონ კენჭისყრაზე. რაზე იქნება ეს დამოკიდებული ხატია? კი ბატონო, კითხვა-პასუხის რეჟიმზე როგორ გაგრძელდება სხდომა? ხო, კითხვა-პასუხის რეჟიმზე და ალბათ კი ადამიანებზეც მე გულწრფელად მინდა ყველას მოუწოდო, რომ ეს არ არის კანონის განხილვა. ეხლა მე ხანდახან რაღაცა გუშინაც მთელი დღის განმავლობაში, როდესაც ვისხედით და ამ კანონს განვიხილავდით, ხო, პრინციპების დონეზე, მაგრამ ეს პრინციპი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არ არის მხოლოდ კანონის განხილვა, ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანის გაკეთება, რომელიც ქართულმა ოცნებამ ეხლა ივანიშვილმა გააკეთა და ეხლა საქართველოს საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეებს აჩეჩებენ ხელში, ასე მარტივად. ანუ ეს რაც ეხლა საქართველოს საპარლამენტო სასეციო დარბაზში ხდება, ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი, როდესაც კანონპროექტს, რომელზეც ყველა ამბობს, რომ ამას თუ კანონად გადააქცევთ, ეს იქნება უდიდესი დაბრკოლება ევროკავშირის მიმართულებით, ყველა არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო ინსტიტუტი. თვითონ ევროსაბჭოს პრეზიდენტი, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტიც კი მიმართავს, თვითონ მიმართეს ვენეციის კომისიას. წარმოიდგინეთ, ეხლა საფრანგეთის ელჩი გამოვიდა, ამაზე ვკამათობდი ეხლა დარბაზში, გამოვიდა და ღიად უთხრა, რომ არ არის ეს კანონი ფრანგული, არაფერი საერთო ამას ევროკავშირის ღირებულებებთან არ აქვს და გაჩერდით. არაფერი არ აინტერესებთ, რა თქმა უნდა, არც ერთი არგუმენტის მოსმენა არ აინტერესებთ. მზად არიან, არ ვიცი, აი ყველაფრის მიუხედავად, გუშინ მე მართლა გულწრფელად რო გითხრათ, შოკირებული ვიყავი. იმდენად ბოლომდე აქვს გადაწყვეტილი, რომ გავიდნენ, ანუ ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებენ, რა თქმა უნდა, რომ არ ვიცი იმ რაღაც ინციდენტის შემდეგ, სამწუხარო ინციდენტის შემდეგ, რაც მოხდა საკომიტეტო დარბაზში, ბატონი მდინარეზე იმის შემდეგ კიდე 5 საათი იდგა ტრიბუნასთან. ანუ ამ ადამიანებს, აი ყველანაირი თავმოყარეობა წაართვა ივანიშვილმა და მართლა წარმოუდგენელია ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თუ ეხა შეხედეს, რომ რაღაც დააჩქარეს პასუხები, შეიძლება დღესვე დააყენონ კენჭისყრაზე, ან ხვალ ვიფიქრონ, რომ წყნარად შვიდად ხალხის გარეშე ხვალ 12 საათზე უყრიან ამას კენჭს.
გუშინ იყო ძალიან ბევრი ადამიანი, დიანა, არ ვიცი, ახლა მაგალითად მე გუშინ ვნახე უამრავი ახალგაზრდა, წარმოუდგენლად ისეთი ბევრი ახალგაზრდა, რომელიც აი ჩემი ძმისშვილი, მისი კლასელები, ძალიან ბევრი ხალხი იყო და მე ვფიქრობ ისინი ახლა რაღაცა ჩქარობენ, რომ პირველი მოსმენით ახლა დაამთავრონ, მერე რაღაც აღდგომებს დაამტყვიონ, მერე დაამტყვიონ 17 მაისს. ანუ მათთვის ხო არც ამ კალენდარს არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, მათთვის მნიშვნელობა აქვს, რომ ეს კანონი ბიძინა ივანიშვილმა უნდა მიიღოს. და რაც თავარია, მათ გადაწყვეტილი აქვთ ევროკავშირზე უარის თქმა და ალბათ სულ რამოდენიმე დღეების ან კვირეების ამბავია ამას საჯაროთაც განაცხადებენ. კალაძემ ეს გამოაცხადა უკვე, მაგრამ აი არ ვიცი ხა მე თუ გამცემს დინარაძე ამ კითხვაზე პასუხს, კარგი იქნება. კი ბატონო, კი გვესმის ხატია, მადლობა, ვიცი რომ არის ახლა ყველას ყოფნა არის მნიშვნელოვანი პარლამენტის ხდომათა დარბაზში.